დღეს კობახიძემ ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში ადარა ნაცმოძრაობა და მისი განაყოფები, ასე ვთქვათ, და ამიტომ ლოგიკურია, რომ მათი აკრძალვა მოითხოვოთ, ეს ანტიკონსტიტუციური პარტიები არისო. კარგი ბატონო, ვთქვათ მოყვებით ლოგიკაში. ნაცები არიან ჰიტლერული ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მსგავსი და ანტიკონსტიტუციური ძალა. ჩამოთვალო ეხლა რამდენი ნაცი ყავთ შეწოვილი ქოთსექტაში? გივი მიქანაძე, განათლების მინისტრი, ნათელა თურნავა, ბანკის პრეზიდენტი, მამუკა მდინარაძე 2013 წელსაც კი უკვე ქოცნება ხელისუფლებაში იყო მოსული ვანო მერაბიშვილის დაკავებული ბიძის ადვოკატად ყავდა მიშვებული ვანიჩკას. ისეთი მგზნებარე ნაცი იყო მამუკა მდინარაძე. რავი ეს გოჩენუქიძეები და ვიცკა ჯაფარიძეები, რომლებიც ნაცების მაჟორიტარები იყვნენ და დღემდე პარლამენტში სხედან. კიდე რამდენი უამრავი და უამრავი. ბექა ოდიშარია, რომელიც გივით არგამაძეს თან ჩახუტებული იღებდა სურათებს და ამით ამაყობდა. და ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო ნაცმოძრაობისა მთაწმინდაზე. კიდე რამდენი ჩამოთვალო ქოცებო. მურუსიძეები, რა ვიცი, მთელი ეს სასამართლო შაიკა, ეგენი ხო ნათჯალათები იყვნენ. ეხლა ქოცჯალათები არიან. ასე რომ ნაცმოძრაობაში ვინ უფრო მეტია, ნათჯალათი თუ ქოციონალი, ეს ჯერ კიდევ საკითხავი არის. მათი კაშვილი მამამისთან ერთად სააკაშვილის საძილოებს სვამდა. ეგეც არ დაგვაუწყდეს რა. საკოცეთი, იგივე ნათჯალათების პარტია არის. და როცა ასამართლეთ ნაცმოძრაობას, მაშინ გაასამართლოთ ქოცმოძრაობაც. რადგან იქიდან გადმოწვეული ჯალათებით ხართ სავსე ქოცებო. და ის ქოცები, რომლებიც თვითონ ნაცებს ებრძვიან და აქეთ ყოფე ყურდანენას აიშე ნაცო, ნაცებით გამოტენილი ქოცბანდის წევრებო. აკოცეთ ტრაგზე თქვენს რიგებში გაწევრიანებულ ნათჯალათებს და ლოკეთ. აი ეს და ახლა ბორია ივანაშვილიო მთელი წლების განმავლობაში აფინანსებდა ნაცმოძრაობას, ეგ ყველასთვის ცნობილია, თვითონ თქვა კაცუგაცმა. სოროსი კი არა, მე ვაფინანსებდიო 2004-2006 წლებშიო. ანუ მე რო ნაცმოძრაობას ვებძოდი, ბორია ივანაშვილი ნათჯალათებს აფინანსებდა. დაწყებული პრეზიდენტთან დამთავრებული რიგითი სპეცრაზმელით. ხელფასებს უხდი და ყველას. აბსოლუტურად ყველას ნაცმოძრაობაში. ეს გასაგები ახლა ეს სხვა ამბავია. პუტინმა უთხრა, მიდი ბიჭო, მიეცი ფული იმას, რა ქვია, ნაცმოძრაობას, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომ არ გამოგვეგდონ მაქედანო და დატოვეს ბორია, რომელიც ფულს აძლევდა. და დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ბორიამ მოახერხა ხელისუფლებაში მოსვლა. იმის გამო, რომ ფულით იყიდა საქართველოში დარჩენის უფლება. გაავრცელეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი გვერდი.